მოგესალმებით მეგობრებო. 20 წლის განმავლობაში საქართველოში გაბატონებულმა სტერეოტიპებმა თითქოს დაგვაკარგვინა იმისი გრძნობა, რომ მთავარი განმავითარებელი ჩვენი საზოგადოებისა არის ჩვენი შრომა, შრომელი ადამიანი. 1 მაისი ჩაითვალა საბჭოთა დღესასწაულად, მაშინ როდესაც ყველა განვითარებული ქვეყანა, მსოფლიოში 100-ზე მეტი ქვეყანა აღნიშნავს 1 მაისს, როგორც უმნიშვნელოვანეს დღეს შრომელთა სოლიდარობისა. სამართლიანობა, თანასწორობა და სოლიდარობა არის ის სამი ძირითადი პრინციპი, რომელიც თანამედროვე განვითარებული ქვეყნების პოლიტიკას წარმართავს. ჩვენ ფუნდამენტურად უნდა შევცვალოთ საქართველოში აქამდე წარმართული პოლიტიკის ძირითადი მიმართულება, უნდა უარყოთ განვითარების ის კურსი, რომელსაც ადგა ქვეყანა და უნდა ავარჩიოთ ახალი კურსი. განვითარების ეს კურსი უნდა დაეყრდნოს შრომას როგორც ძირითად რესურსს, შრომელ ადამიანს როგორც ძირითად მამოძრავებელ ძალას, რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარებას შეძლებს. დიახ, ეს ჩვენი ადამიანებია, ჩვენი ყველაზე დიდი რესურსი, ყველაზე დიდი პოტენციალი, რომელიც ჩვენ ქვეყანას გააჩნიას. მოდი, პატივი ვცეთ შრომას და გავიგოთ, გავიხსენოთ, გავიცნობიეროთ, რომ შრომა არის ის ერთადერთი მთავარი რესურსი, რომელსაც შეუძლია ჩვენი ქვეყანა გამოიყვანოს ამ უმძიმესი მდგომარეობიდან. იმისათვის, რომ ჩვენ ეს შევძლოთ, ამიტომ ჩვენ პატივი უნდა ვცეთ შრომას, შრომელ ადამიანს იმ ვითარებაში, როდესაც ქვეყანაში ასეთი მაღალია უმუშევრობის დონე, შრომელები არიან უფლებონი, მათ პრაქტიკულად არჩევანი არ აქვთ და უმძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან. მოდით, პოლიტიკოსებმა, საზოგადოებამ უარყოთ ის სტერეოტიპები, რომლებმაც აი ამ კრიტიკულ ზღვამდე მიიყვანა ქვეყანა, გამოფხიზლდეთ, შევხედოთ თვალებში შევხედოთ სინამდვილეს და დავინახოთ, რომ თუ ჩვენ რადიკალურად არ შევცვალეთ დამოკიდებულება შრომის მიმართ, თუ ჩვენ რადიკალურად არ შევცვალეთ დამოკიდებულება სოლიდარული გრძნობის მიმართ, თუ ჩვენ არ გავხდით ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ სოლიდარული, თუ მდიდარი არ დაეხმარა ღარიბს, ხოლო ღარიბისთვის არ შეიქმნა პირობები, რომ მან მიაღწიოს ამ სიღარიბის დაძლევას და ამ უმძიმესი მდგომარეობიდან გამოსვლას, ქვეყანა ვერ გამოვა ამ მდგომარეობიდან. ჩვენი ქვეყნის განვითარება დევს განვითარების ახალ კურსში. მეგობრებო, მოდით გავაკეთოთ არჩევანი. უარყოთ ძველი სტერეოტიპები, უარყოთ ძველი კურსი, რომელმაც ქვეყანა ამ მდგომარეობამდე მიიყვანა, ავირჩიოთ განვითარების ახალი კურსი, რომელიც დაეფუძნება მშრომელი ადამიანის ენერგიას, შრომას, როგორც ძირითად ფუნდამენტს ქვეყნის განვითარებისა და მოგიწოდებთ ყველას პოლიტიკურ პარტიებს, პოლიტიკოსებს, საზოგადოებას ერთად გამოვხადოთ პროტესტი და აღნიშნოთ ეს დღე, შრომელთა სოლიდარობის დღე, ჩვენ მოქალაქეებთან სოლიდარობის დღე, მოვიტყოდი პატრიოტიზმის დღე საქართველოში 4-ის ნახევარზე ჩვენ შევიკრიბებით ტელეგრაფთან, რესპუბლიკის მოედანზე და შემდეგ გავმართავთ სრულობას პარლამენტამდე. მოგიწოდებთ ყველას, ვინც პატივს ცემს შრომელ ადამიანებს, ვინც არ ყოფს ქართველებს მდიდრებად და ღარიბებად, ვინც მიიჩნევს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ყველანი თანასწორნი, ვინც მიიჩნევს, რომ ჩვენი მოქალაქეების მიმართ უნდა იყოს სამართლიანობა უზრუნველყოფილი, ვინც მიიჩნევს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ერთმანეთის მიმართ სოლიდარული, ვინც მიიჩნევს, რომ ჩვენ მოქალაქეები ვართ პატრიოტები, მოგიწოდებთ, მოხვიდეთ და მიიღოთ მონაწილეობა ამ მანიფესტაციაში.